უფრო კონკრეტულად რა რეკომენდაციებს აძლევს ხელისუფლებას პრობლემების გამოსვას სწორებულად სახალხო დამცველი ახლა ჩვენ შეკითხებს 2013 წლის ანგარიშის ავტორი ომბუდსმენი უჩან ანუაშვილი უპასუხებს ბატონო უჩა მოგესალმებით და გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის ბატონო უჩა თქვენს ანგარიში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დასახელებული არის სწორედ ციხეებში არსებული ვითარება თუ შეგიძლიათ რომ დაგვისახელოთ კონკრეტული ფაქტები რა ტიპის დარღვევები იყო ბოლო ერთ წელიწადში გამოვლენილი და წინა წელთან შედარებით სიტუაცია გაუარესებულია თუ პირიქით შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა არის გამოჯობესებული ბევრი კუთხით, აქ საუბარი არის იმაზე, რომ მას შემდეგ რაც შეიცვალა პოლიტიკა, სისხლის სამართლის პოლიტიკა გახდა უფრო ლიბერალური, რეალურად მოიხსნა დაწესებულებებში გადატვირთულობის პრობლემა, გასულ წელს არ ქონია წამების და არადამიანური მოპყრობის ფაქტებს ადგილი, ასევე სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდა, ჯანმრთელობის უფლების დაცვის კუთხით გაუჯობესდა სიტუაცია, მაგრამ პრობლემები იყო და ამ პრობლემებზე ვსაუბრობთ, ამ დადებითი მოვლენების გვერდით იყო საკმაოდ ბევრი პრობლემა, საუბარი არის იმაზე, განსაკუთრებით წლის ბოლოს გახშირდა არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ პატიმართა განცხადებების რაოდენობა. ასევე საუბარი იყო ჯანდაცვის სისტემის გამართულობაზე და პატიმართა ძალიან ბევრი საჩივარი სწორედ ამ საკითხებს ეხებოდა. ასევე დასაფიქრებელია ის, რომ ბოლო თვეების განმავლობაში გაიზარდა გარდაცვალების ფაქტების რაოდენობა და სამწუხარო ფაქტებს ჰქონდა ადგილი ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით სიკვდილიანობის მაჩვენებლის პრობლემები რეალურად არის დგას განსაკუთრებით ეხება ერთ დაწესებულებას რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ სწორედ ამიტომაც დაწესებულებას ბატონო უჩა იგივე გეგუთის დაწესებულებაში იყო რამდენიმე მსგავსი ფაქტი სადაც გარკვეულ შემთხვევაში რა თქმა უნდა გამოძიება ჩატარდა და ისაჯდნენ კონკრეტული დამნაშავეები მაგრამ რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით კვლავ მიმდინარეობდა გამოძიება ანუ ამ ეტაპისთვის გამოძიება არ იყო ბოლომდე მისული. სწორედ ამიტომაც ჩვენ ვაყენებთ საკითხს იმისათვის, რომ მოხდეს მსგავსი ფაქტების გამოძიება, მნიშვნელოვანია შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურა, რომელიც მსგავს ფაქტებს გამოიძიებს. არა მხოლოდ სასჯელახსოვრების დაწესებულებებში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის თანაშრომლების მხრიდან მოხდა. როგორ ფიქრობთ, რამდენად ობიექტური იქნება ის გამოძიება, რომელსაც ამ შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოების ქვეშ შექმნილი სპეციალური კომისიები წარმართავენ მომავალში. აქ საუბარი არის სწორედ დამოუკიდებელ სტრუქტურაზე, რადგან ნებისმიერ მსგავსი დარღვევის დროს იგივე უწყება იძიებს საკუთარი თანამშრომლის მხრიდან ჩადენილ კონკრეტულ გადაცდობის თუ დანაშაულის ფაქტებს. ამიტომაც არის საუბარი იმაზე, რომ არა იგივე გენერალურმა ინსპექციამ კონკრეტულ სამინისტროებში, არამედ დამოუკიდებელმა სტრუქტურამ შეისწავლოს მსგავსი ფაქტები, ისე როგორც არის დასავლეთში არაერთ ქვეყანაში, ხო სადაც საუბარი არის სწორედ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მომხდარ დარღვევებზე. სწორედ ამიტომ მოვაყენებთ ჩვენ დღის წესრიგში სწორედ ამ საკითხის განხილვას, რომ იყოს უფრო მეტად დამოუკიდებელი სტრუქტურა, დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც შეისწავლის მსგავს საქმეს. ბატონო უჩა, თქვენ ახსენეთ გეგუთის კოლონია, სადაც სამწუხაროდ წინა თვეში, მიმდინარე თვეშიც დაფიქსირდა გარდაცვალების შემთხვევა. რამდენად ხშირი არის ერთწლიანი შესწავლის პერიოდში ციხის ადმინისტრაციის მხრიდან გადაცდომის შემთხვევები და კონკრეტულად თუ გამოირჩევა რომელიმე დაწესებულება ამ მიმართულებით? მდგომარეობა ბევრ დაწესებულებაში იყო შედარებით რა თქმა უნდა ნორმალური, თუმცა რამდენიმე დაწესებულებაში შეიძლება ითქვას, რომ იყო დაფიქსირებული უფრო მეტი პრობლემები. გეგუთი იყო ერთ-ერთი დაწესებულება, იგივე შეიძლება ითქვას მეშვიდე დაწესებულება, სადაც იყო არაერთი განცხადება არასათანადო მოპყრობის შესახებ. მთლიანობა შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად ასეთი რამდენიმე დაწესებულება არსებობდა. ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ მოხდა რამდენიმე დაწესებულების გაუქმება საერთოდ და ახალი დაწესებულების მშენებლობა, როგორც მოხდა მაგალითად იგივე ზუგდიდში, სადაც პირობები იყო ნამდვილად არაადამიანური და მოხდა შესაბამისად ამ დაწესებულების საერთოდ გაუქმება და მიმდინარეობს ახალი სასჯელახსოვრების დაწესებულების შენობის მშენებლობა. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ძალიან ბევრ ფაქტზე მოხდა რეალურად გამოძიება ჩატარდა, მაგრამ არის ფაქტები, არის კონკრეტული განცხადებები, სადაც ჯერჯერობით კვლავ არ არის არანაირი შედეგი. სწორედ ამიტომაც მივდივართ იქითკენ, რომ იმისათვის, რომ თავი დავიზღვიოთ, იყოთ დაცულები ნებისმიერი მსგავსი დარღვევებისაგან, მოხდეს ერთის მხრივ დამოუკიდებელი სტრუქტურის მხრიდან მსგავსი ფაქტების შესწავლა, ხოლო მეორეს მხრივ ჩვენს წარმომადგენლებს მიეცეთ მეტი უფლებამოსილება. იმისათვის, რომ მოხდეს უფრო მეტად დოკუმენტირება კონკრეტული დარღვევების
არა მხოლოდ ახსნა განმარტებების საფუძველზე, რომელსაც დღეს ვიღებთ, არამედ კონდეს გარკვეული ტექნიკური საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა იმისათვის, რომ შესაძლო დაზიანებების კვალი, ან და იგივე პირობები, ფიზიკური პირობები დაფიქსირდეს ფოტოკამერის მეშვეობით. ბატონო, კიდევ ერთი პრობლემატური სფერო თქვენს ანგარიში ასევე დასახელებული არის რელიგიური თავისუფლების დაცვის მხრივ, იგივე საჯარო სკოლებში არსებული სიტუაცია. ზოგადად ქვეყანაში ამ მიმართულებით რა ვითარებაა და რამდენად ხშირად ფიქსირდება რელიგიური მრწამსის გამო დისკრიმინაციის ფაქტები? რაც შეეხება საჯარო სკოლებს, ჩვენ ანგარიში აღნიშნული გვაქვს მხოლოდ ერთი ფაქტი, ეს ფაქტი, რომელზეც იყო საუბარი ახლა, თუმცა ზოგადად ამ მხრივ პრობლემები არსებობდა გასული წლის განმავლობაში. ზოგადად ეს არის პრობლემა, შეუწყნარებლობის პრობლემა, რომელიც თავისი არსით და მთელი სიძლიერით გასულ წელს წარმოჩინდა, არაერთი ფაქტი იყო. სხვადასხვა რეგიონებში, სადაც სწორედ საუბარი იყო სხვადასხვა მოტივით შეუწყნარებლობის გამოვლინებაზე და რამდენიმე შემთხვევაში ამ გამოვლინებას არ მოჰყოლია ადეკვატური რეაგირება სამართალდაცვი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ, იყო რამდენიმე შეგიძლიათ შემთხვევები გაიხსენოთ, ბატონო უჩა? როდესაც რეაგირების გარეშე დარჩა ფაქტები. აქ საუბარი არის როგორც სამდაწყაროში განვითარებულ მოვლენებზე, ასევე ჭელაში, ასევე ციხისძირთში მომხდარ ინციდენტზე. რა დროსაც მოხდა რეაგირება, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით რეაგირება იყო ან დაგვიანებული, ან არ იყო ადეკვატური. ბატონო უჩამ, როდესაც პოლიტიკური შეფასებები კეთდებოდა თქვენს ანგარიში დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა თქვენს პირად პოლიტიკურ გემოვნებაზეც დაიწყეს საუბარი და ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ღიად თქვენი ანგარიშის გამო. იგივე აქცენტს აკეთებდნენ იმაზე, რომ თქვენს დასკვნაში ვერ მოხდა, როგორც ისინი ამბობენ, პოლიტიკური დევნის შემთხვევები. თქვენ რამდენად იზიარებთ ამ შენიშვნას? პოლიტიკური დევნის შესახებ ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ მსგავსი ფაქტები არ ყოფილა დადასტურებული. რა თქმა უნდა, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გასული წლის განმავლობაში ჰქონდა საჯარო სამსახურიდან, განსაკუთრებით თვითმმართველობებიდან არაერთი ადამიანის განთავისუფლებას, მათ შორის შესაძლოა ყოფილიყო კონკრეტულად პოლიტიკური მოტივიც, მაგრამ რაც შეეხება დაკავებებს, ჩვენ ასეთი ფაქტები წლის განმავლობაში არ ქონია. თუმცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უკანონო პატიმრობასთან ჰქონდა საქმე. ჩვენ ახსენები გვაქვს გასული წლის ივნისში მერიის და საკრებულოს 22 თანამშრომლობის დაკავების ფაქტზე, რომელიც იყო სწორედ უკანონო და სწორედ ამ ფაქტის გამოძიებას მოვითხოვთ ჩვენ საგამოძიებო ორგანოებისგან. ანუ ასეთი ფაქტები იყო, მაგრამ მე გამიჭირდება დავარქვა რომელიმე საქმის პოლიტიკური, მაგრამ ჩვენ რეალურად ყველა საქმეს მაღალჩინოსნების საქმეებთან დაკავშირებით ვაგრძელებდით წლის განმავლობაში მონიტორინგს. აი ამ პროცესში თუ გამოვლინდა რაიმე საეჭვო გარემოება? არის გარკვეული პროცედურული დარღვევები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. რომელ საქმეებზე? საუბრობთ იგივე ივანე მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით, მის გაყვანასთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოების ცნობილია დაწესებულებიდან, ასევე ოლეგ მელნიკოვის საქმესთან დაკავშირებით არის გარკვეული პროცედურული დარღვევები, ასევე სხვა საქმეებში. ეს ის საქმეებია, რომელზეც ჩვენ წინა ანგარიშით საუბრობთ გარკვეულწილად, ამ ანგარიშიც და ეს საქმეები რეალურად ასევე მომავალშიც გაგრძელდება ამ საქმეებზე მონიტორინგი და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ყველა დარღვევა ყველა ნებისმიერი ფაქტი არ დარჩეს ყურადღების გარეშე და ჩვენ მოვახდეთ მსგავსი დარღვევების დოკუმენტირებას და საზოგადოებისთვის გასვლობას, მაგრამ მე გამიჭირდება ამ საქმეებს უწოდებ პოლიტიკური საქმეები. რა თქმა უნდა, ჩვენ ანგარიშით აღნიშნავთ, რომ იყო წლის განმავლობაში არაერთი განცხადება, სადაც საუბარი იყო პოლიტიკურ დევნაზე, მაგრამ მე უფრო სხვა კუთხით წავიყვანდი საუბარს. საუბარი არის იმაზე, რომ რატომ მიმდინარეობს მხოლოდ ამ საქმეების გამოძიება და მიმდინარეობს თუ არა დანარჩენი სხვა საქმეების გამოძიება პროკურატურის მხრიდან. ხომ არ არის შერჩევითი სამართალი გამოყენებული ამ კონკრეტულ შემთხვევებში, როდესაც სხვა ათობით და ასობით საქმე, რომელსაც მოსახლეობა ითხოვს და რომლის კონკრეტული ფაქტები არსებობდა წლების განმავლობაში, რეალურად არ ხდება ამ საქმეების გამოძიება, ან ყოველ შემთხვევაში საზოგადოებისთვის უცნობია ინფორმაცია ამ საქმეების გამოძიების შესახებ. მხოლოდ ცნობილია ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების შესახებ მიმდინარე გამოძიების შესახებ. ყოფილი მაღალჩინოსნები ახსენეთ და ჩვენი საუბრის დასასრულს აუცილებლად მინდა ვკითხოთ კუდის ყოფილ თანამშრომელ შალვა თათუხაშვილზეც. თქვენ ამ საქმეს დამოუკიდებლად აწარმოებთ, თქვენი აპარატი. როგორც ვიცი, რაღაც გარკვეული საეჭვო გარემოებები თქვენს აპარატსაც აქვს გამოკვეთილი, უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ ის შეკითხვები, რომლებიც თქვენ ამ საქმის მიმართ გაგიჩნდათ. ჩვენ დავიწყეთ ამ საქმის შესწავლა, მე პირადად ვნახე და ჩემთვის საეჭვო იყო, რა თქმა უნდა, ის ფოტომასალა, რომელიც გავრცელდა ინტერნეტში.
გასულ შაბათს პირადად გქონდა შეხვედრა თავარ პროკურორთან, ჩემთვის მისალმებელია ის ფაქტი, რომ პროკურატურა არის მზად და გამოხატავს მზაობას იმისათვის, რომ მოგვაწოდოს აბსოლუტურად ყველა მასალა, რომელიც ამ კონკრეტულ საქმეს უკავშირდება და იმისათვის, რომ მოხდეს საფუძვლიანი შესწავლა ამ საქმის. ძალიან მალე, სავარაუდოდ კვირის ბოლოს იქნება ასევე ექსპერტიზის შედეგები ცნობილი. ჩვენც დავიწყებთ უკვე ამ საქმის შესწავლა და რეალურად უკვე ძალიან მალე გამოიკვეთება უფრო დეტალურად ის პრობლემა თუ რასთან გვაქვს საქმე. მანამდე მე გამიჭირდება კონკრეტული განცხადების გაკეთება ამ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა რა თქმა უნდა ნებისმიერ შემთხვევაში საქმე უნდა იყოს გამოძიებული და ბოლომდე მივიდეს. ჩემთვის კითხვის ნიშნები რა თქმა უნდა არსებობს, რჩება კვლავ, მაგრამ მნიშვნელოვანი არის რომ ყველა მასალა რომელიც გაგვაჩნია და რომელიც ასევე უახლოესი დღეების განმავლობაში გახდება ჩვენთვის ცნობილი. გასაგებია. გაანალიზდეს ფაქტიურად ყველა საქმე. ძალიან დიდი მადლობა. სახალხო დამცველი უჩან ანუაშვილი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში.